რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტს უქმდება მნიშვნელოვანი რგოლი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ. ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა გასული წლის ნოემბერში ხელი მოაწერა საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ კი დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება. კანონში შესული ცვლილებების შემდეგ კი საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და ისინი შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს. ბიუროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილი არის და ის ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას. BMG სტუდიას ანა გარბინიძე, საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის თანადამფუძნებელი შემოუერთდა და მასთან ერთად მოვიკითხავთ ცვლილებებს და მოვისმენთ მათ შორის გეგმებსაც. დილამშვიდობის ანა. დილამშვიდობისა. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მობრძანებისთვის. BMG-ს ეთერში არაერთხელ გვისაუბრია რგოლის ლიკვიდაციის შესახებ, მათ შორის გეგმებზე, თუმცა ეხლა რა სტატუსი არის, რამდენი ადამიანი გაერთიანდა უკვე პროფკავშირის 78 მუხლში და რა არის ის თქვენი გეგმა, რასაც უახლოეს პერიოდში განახორციელებთ? საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი ჯერ კიდევ რეგისტრაციის ეტაპზე გახლავთ, როგორც ორგანიზაცია, ხელოვნურად ხდება, როგორც მოგეხსენებათ, პროცესის გაწელვა და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სამართლებრივად ვცდილობთ, რომ ყველა შესაბამისი საფეხური გავიაროთ და დავიცვათ, ყველა სამართლებრივი ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დარეგისტრირდეს ძალიან აბსურდული მიზეზებით შეჩერებული რეგისტრაცია, თუმცა ეს არ უშლის ხელს პროფკავშირის საქმიანობას. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ გქონდეთ კომუნიკაცია ისეთ საჯარო მოსამსახურეებთან ან მოხელეებთან, ვისაც რაიმე ტიპის შევიწროება ან საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება იმუქრება ან უკვე დაიმუქრა და ხდება ამ პირების აღრიცხვა. დაახლოებით 600-ზე მეტი შემთხვევაზე მინიმუმ რაც ვიცით ბოლო მონაცემებით უკვე ვიცით რომ გათავისუფლდნენ საჯარო სამსახურიდან საჯარო მოხელეები. ჩვენთან მომართული აქვს დაახლოებით 100-მდე გათავისუფლებულ თანამშრომელს და ყველა 96-ზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და მეთოდური დახმარების გაწევა, მათ შორის სამართლებრივი დახმარების გაწევა ამ ადამიანებისთვის. ანა, მინდა თავარ თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდე, რაც შესავალში იყო ნინისგან წარმოდგენილი, ეს არის საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რგოლი, რა მნიშვნელობას წარმოადგენდა, საერთოდ რა საქმიანობდა ეს ციპი, რომლის ლიკვიდაციაც ეს შერჩევით მოხდა და ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ კიდევ დამატებით 2 ახალი უწყების შექმნა მიმდინარეობს, რაზეც თუ არ ვცდები. ბატონმა პაპუაშვილმა ისაუბრა. მოკლედ ჯერ ვილაპარაკოთ თვითონ აი ამ სიბზე, რომელსაც ქვია საჯარო სამსახურის ბიურო და რომლის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არის 2025 წლის 1 აპრილამდე. აი ეს არის ბოლო სტატუსი. დიახ. ზოგადად საჯარო სამსახურის ბიუროს მნიშვნელობაზე მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო და ძალიან ბევრს საუბრობ, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდი ამ სიბში და მისი მნიშვნელობა პირველ რიგში იწყება საჯარო სამსახურის რეფორმასთან ერთად, როდესაც საჯარო სამსახურის ბიურო აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი პროგრამების, პროექტების განხორციელების ნაწილში. ზოგადად ბიუროს საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ზოგადად საჯარო სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, ზოგ შემთხვევაში მონიტორინგიც და შეიძლება რაღაც კონტროლის მექანიზმებიც ჰქონდა. თუმცა მთავარი არის, რომ მოახდინოს საჯარო სამსახურის მუშაობის, საქმიანობის კოორდინაცია, ანალიზი, ჩაატაროს სამუშაოს ანალიზი სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, დანერგოს სხვადასხვა პროგრამები, განვითარების პროგრამები მათ შორის და ძალიან აქტიურად ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში და აი ამ პროგრამის ფარგლებში მუდმივად კოორდინაციაში ყოფნა სხვადასხვა დაწესებულებებთან, დაწყებული სამინისტროებით, სხვადასხვა მერიებით. ეს სამსახური 10 წლის წინ შეიქმნა. იქამდე იყო შექმნილი, თუმცა სხვა მნიშვნელობაც შეიძინა, კიდევ ანუ მანამდეც არსებობდა, მანამდეც არსებობდა სხვა ფორმით, დიახ და
შემდგომ უკვე 2014-15 წლიდან საერთოდ სხვა სახე შეიძინა საჯარო სამსახურის ბიურომ და ზოგადად ძალიან ხშირად ვახსენებ ხოლმე, რომ დაახლოებით ამ პერიოდიდან უფრო ცნობილი გახდა, საჯაროდ გახდა ცნობილი აი ამ ორგანიზაციის შესახებ თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც ჩვენ საჯარო სამსახურის რეფორმა, როდესაც ვამბობთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება, გასაკვირი არ არის, რომ ამ რეფორმას აზრი აქვს დაკარგული და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები რას ემსახურება უკვე ცხადზე ცხადია. პრინციპში შესავალიც გააკეთეთ ჩემი შემდეგი კითხვისა, რომ შესაბამისად, როცა ნება მზაობა, სურვილი ქვეყანაში არ არის საჯარო სამსახურის რეფორმის გატარებისა. მაშინ რატომ უნდა არსებობდეს ესეთი ტიპის სამსახური, ლოგიკას რომ გავყვეთ მათი, ვის ხელშიც არის დღეს გადაწყვეტილებების მიღება და მეორე ნაწილი ამავე კითხვისა, ანა, თქვენს მიმართ არის რა გაძლევთ აი დეფინირების საშუალებას ამ სამჯარო რგოლის ამ სიპის გაუქმებისა, რომ ეს ცალსახად არის გარკვეულწილად პოლიტიკური რეპრესიების ობიექტი და არა მაგალითად არაფრის მაქნისის სიპის გაუქმება. მე ამ შემთხვევაში პერიფრაზი გავაკეთე დღეს მოქმედი საჯარო მოხელეების არგუმენტებისა. კი ბატონო, გაკეთებული განცხადების შინაარსის მიხედვით, ლიკვიდაციის მიზანი არის რესურსების ოპტიმიზაცია და რაციონალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროებს რაიმე ტიპის სამუშაო ანალიზის ჩატარებას, რამდენად ეფექტურად მუშაობს ესა თუ ის უწყება, რა არის მისი ფუნქციები, რამდენად შეიძლება განაწილდეს. მსგავსია, მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც მეთანხმებიან ჩემი კოლეგები საჯარო სამსახურის ბიუროდან, მსგავსი ტიპის ანალიზი არ ჩატარებულა, არავის გაუზომავს რეალური შედეგები, რაც ბიუროს აქვს მიღწეული, ან მისი შეწყვეტის შემთხვევაში რა პროცესები შეჩერდება და ვფიქრობ, რომ ძალიან ცხადი არის ის, რომ ეს არის უბრალოდ იმ რეპრესიების დაწყებული და დაანონსებული რეპრესიების გაგრძელება, რაც დეკემბერში უკვე საჯაროდ განაცხადეს პირდაპირ ეთერებში. გამოდის რომ ამ გოლში იყო თავმოყრილი ყველაზე ეს თავნება ამ დროს რეალურად თავისუფალი ადამიანების ჯგუფი? საჯარო სამსახურის ბიუროში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება ღიადაც არ გამოხატავენ, მაგრამ მაქსიმალურად ჩართული იყვნენ, აი თუნდაც ბოლო პერიოდის ცვლილებებში, რაღაცა რეკომენდაციების გაცემაში მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების დახმარებას. ეს არ იყო ბიუროს ოფიციალური პოზიცია სამწუხაროდ და ხელმძღვანელების გადაწყვეტილების მოქალაქეობრივი პოზიცია, დიახ. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ესეთი თანამშრომელი თავმოყრილი იყო ბიუროში, თუმცა იმდენად დიდი იყო ისეთი თანამშრომლების რაოდენობა, ვისიც გაშვებაც უნდათ, ალბათ რომ გადაწყვეტეს, რომ საერთოდ ლიკვიდაცია უმჯობესი იქნებოდა ამ ორგანიზაციის და ეს არ არის პირველი ორგანიზაცია, ვის ლიკვიდაციაც და პარლამენტის დიახ კვლევით ცერცას ალბათ გეთახმებით. დიდი ალბათობით ასე იქნება, იმიტომ რომ მხოლოდ ადამიანების თემა არ იქნება ობიექტში ამოღებული, იქნება ცალკეული ინსტიტუციები, რომელიც უბრალოდ ჩაითვლება ხელისუფლების მხრიდან, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა და უბრალოდ არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა. რაღაცა ესეთი მივიძებია. ხო, გარდა იმისა, რომ შესაძლოა არც ბოლო იყოს, მათ შორის გუშინაც მოვისმინეთ ხო ის საჯარო მოხელეების კანონში ცვლილებების და მორიგი ახალი ცვლილებისა, როდესაც შემცირდა, ესე ვთქვათ, საჯარო მოხელის გათავისუფლების ვადებით და 3 დღემდე ჩამოვიდა. ნუ აქამდე თუ ჯერ კიდევ რაღაცა პერიოდი იყო 1 თვის ვადა ან ასე შემდეგ, უკვე შესაძლებელია კანონით, როდესაც ძალაში შევა 3 დღეში შეწყდეს ხელშეკრულება. აი ამ შეფასებით ნაწილზე რომ გადავიდეთ, ანუ რას ამბობს აი ეს ახალი ცვლილებები, მათ შორის საჯარო მოხელებისთვის, რომლებიც დღეს დარჩნენ და არიან საჯარო სამსახურებში. კი ბატონო, ეს კონკრეტული შემთხვევა ეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და ზოგადად ადმინისტრაციული ხელშეკრულება ჩემთვის თავისი შინაარსით შრომით ხელშეკრულების არსისგან სრულიად განსხვავებული მოცემულობა ბევრად
სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისგან დაცლილი და ისედაც უფლება შეზღუდული დასაქმებულისთვის. თუმცა ყოველდღიურად არც ვიღვიძებთ რეალობაში, სადაც ყოველდღე რაღაცა უარესი და უარესის მოლოდინი გვაქვს გადაწყვეტილებების მხრივ, თუმცა ძალიან ოპტიმიზმით ვუყურებთ საბოლოო შედეგებს და ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს, კიდევ უფრო მეტი ბრაზი რაღაც გარკვეულ ცვლილებამდე მიგვიყვანს. ანუ გამოსავალი ახლა ჩანს ადამიანებში ბრაზი. კი, რა თქმა უნდა, პროტესტში სისტემის მიზანი ზოგადად არის დაშინება, დამორჩილება, მაგრამ ისტორიაში ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ დაშინება და ესეთი კონტროლი, სტრესი, უსამართლობის შეგრძნება შიშთან ერთად აუცილებლად იწვევს ბრაზსაც და ამ ბრაზს მოყვება ხოლმე როგორც წესი ძალიან ისეთ ქმედითი და გადამწყვეტი შედეგები. მე გისურვებთ პირველ რიგში უსურვებ საქართველოს თქვენთან ერთად, რომ ეს რამდენიმე კვირიანი პროცესი, რომელიც ორგანიზაციის რეგისტრაციას უკავშირდება, დასრულდეს. თუ არა და არც ეგ არ არის პრობლემა, მე სრულად გეთანხმებით ანა თქვენს დეფინირებაში, რომ ყოველგვარი ფორმალიზების გარეშე არსებობდეს საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი. ეს არის მხოლოდ იურიდიული სტატუსი. ამ ადამიანების მიმართ ნდობა გამოკვეთილია, კომიკურია, რომ წლების განმავლობაში ადამიანები, ვინც მათ შორის იუსტიციის სამინისტროს წიაღში შრომობდნენ და ზეპირად იციან რეგისტრაციის ყველა დეტალი, სწორედ მათ მიერ შედგენილი დოკუმენტაციის დაურეგისტრირებლობასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე კვირა თუ თვეა უკვე, მაგრამ ვიგარაფერი. ამასაც გავავილით, როგორც გვეუბნება და სრულად ვდასტურებ ანა გაგნიძე, საჯარო მოხელეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის თანადამფუძნებელი. მას წარმატებებს უსურვებ და მადლობა მოგზაურობისთვის.